დიმიტრი შაშკინმა მინისტრობის ხანმოკლე პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმედ 8-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისათვის ბინების გადაცემა დაასახელა. Ამ თემასთან დაკავშირებით მეცხრე არს დღეს ერთ-ერთი სამხედროს ლეიტენანტ ამირან კახელის მეუღლე დაუკავშირდა. ნინო ავსაჯანაშვილის თქმით, სამხედრო პირების სია, ვისაც ბინები გადაეცათ, ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის მიხედვით და ნათესაობის ნიშნით შედგა. ბინები იმ ადამიანებმა მიიღეს, ვინც სოლიდურ კერძო საკუთრებას უკვე ფლობს. კონკრეტულად ავსაჯანიშვილის მეუღლის ამირან კახელის გვარი კი, რომელიც სამინისტროს დასახელებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, სიიდან ამოიღეს. 4 წელიანი ნინო ავსაჯანიშვილის საცხოვრებელი ადგილი ქმრის სამსახურთან ერთად იცვლება. უფროსი ლეიტენანტის ამირან კახელის მეუღლე მცხეთაში ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს და თავდაცვის სამინისტროს აშენებულ სამხედრო ქალაქში ბინას ელოდება. კომპლექსი, რომელსაც დიმიტრი შაშკინმა სახელმწიფოს საჩუქარი უწოდა, კახელების ოჯახისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ლეიტენანტი სიიდან ახსნა განმარტების გარეშე ამოიღეს. არჩევდნენ იმ შემთხვევაში, როცა ყავს ნათლია, მეგობარი თუ მამა გენშტაბში. ბინების შერჩევა მოხდა პირადი შეხედულებისამებრ. კორპუსები, რომლითაც სამხედროების ნაწილი უკვე სარგებლობს, განკუთვნილია მათთვის, ვინც ბინის არქონის გამო ქირით ცხოვრობს. თუმცა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით სიაში ის პირებიც მოხვდნენ, ვინც სოლიდურ კერძო საკუთრებას უკვე ფლობს. 26 ოფიცრიდან არის რამოდენიმე, რომელსაც ხმას უბრალოდ ვერ ამოვიღებ, იმიტომ რომ მათ ოჯახებსაც კარგად ცნობდა, წლებია ისინიც ქირით ცხოვრობენ და მართლა ეკუთვნით, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ რუსთავში 4-ოთახიანი ბინები საკუთრებაში, გადაწყვეტეს რომ და გაყიდონ, რადგან არ უნდათ სამხედრო ქალაქში ცხოვრება, მაგრამ იმათ ვინ ვისაც მართლა ჭირდებათ. სამხედრო ქალაქი, რომლის მშენებლობაც 2007 წელს დაიწყო და წინასაარჩევნოდ ფორსირებულ რეჟიმში დასრულდა, დღეს დიმიტრი შაშკინის გამოსამშვიდობებელ წერილში მნიშვნელოვანი მიღწევის სტატუსით მოხვდა. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხანმოკლე მინისტრობის დროს ფორსირებულ რეჟიმში დავასრულეთ 4 კორპუსის მშენებლობა და 800-ზე მეტ ადამიანს გადაეცა ბინა საკუთრებაში. სამხედროების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება სამინისტროს 3T კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის ტოტალური ზრუნვის ნაწილი იყო. თუმცა ჯარში ტოტალური ზრუნვის ნაცვლად ტოტალურ მუქარაზე საუბრობენ. გაგიშვებენ სახში ისეთ საბუთებით, ანუ ხშირად რო თქვა მგლის საბუთებს ეძახიან, როცა სახელმწიფო სამსახურში უვარგისი ხარ. ამ შემთხვევაში ჯარი მათ და ჯარი მას თუ ვერ გადაიხდიან, რაც საკუთრებაში გაქვს შემშობლებს, თუ შენ ის ყველაფერი გაიყიდება, ჯარი მის თანხას მოხმარდება, ან შეიძლება პასუხისგებაშიც მიქცენ. სამხედრო ქალაქში მშენებლობა შეჩერებულია, გადაღება კი აკრძალული. რა ეტაპზეა პროექტი, რომელიც 2013 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო და რა ბედი ეწევა დანარჩენი 1000 მოსამსახურის ბინას. ამ თემაზე საუბარი თავდაცვის სამინისტრომ დღეს არ ისურვა. თავად ლეიტენანტი ამირან კახელი და რამდენიმე ოფიცერი კი განცხადების გაკეთებას კვირის ბოლოს გეგმავენ.